დავბრუნდით კვლავ პირდაპირ ეთერში, რამდენიმე წუთი დაგვრჩა სასაუბრო, ჩვენი სტუმრები არიან სოფო კილაძე და ოთარ კახიძე, საუბრობთ საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ და გარკვეულად შემაჯამებელი სიტყვები გვაქვს და მოდით თქვენგან დავიწყებთ და შემდეგ ოთარს ექნება შესაძლებლობა თავისი არგუმენტები თქვას. მე მინდა გითხოთ ასეთი რამ, აი, როდესაც ქართული ოცნება ამბობს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების რაღაც ნაწილი გათავისუფლდა ან თავისუფლდება ნაციონალური მოძრაობის გავლენისგან. აქ ყოველთვის არის ძალიან სახიფათო ხომ ასეთი რამ, რომ გათავისუფლდა თუ მოექცა უკვე სხვა პოლიტიკური ძალის გავლენის ქვეშ. რა არგუმენტებით დაარწმუნებთ, რომ ვიზეც ამბობს ქართული ოცნება, რომ ვიღაცები გათავისუფლდნენ ნაციონალური მოძრაობის გავლენისგან, ისინი არ მოხვდებიან ქართული ოცნების გავლენის ქვეშ. იმიტომ რომ ხელისუფლების ბუნება არის ეს, რომ მედია იქნება თუ სასამართლო ის დაიქვემდებაროს, ხო? კი ბატონო, სანამ თქვენ შეკითხვას გავცემდით პასუხს, აი ბატონი ოთოს რეპლიკას მინდა გამოვეხმაური იმასთან დაკავშირებით, თითქოს ის ვერ ხედავს რა კავშირი არის ეგრეთ წოდებული კაბელების საქმეზე და გიგი უგულავას საქმეზე. ბატონო ოთო, თქვენ ძალიან კარგად მოგეხსენებათ, რომ ორივე შემთხვევაში 182 მუხლი სისხლის სამართლის კოდექსის არის განსაზღვრული. ანუ ის რომ თუ 182 მუხლი, როგორც კაბელების საქმეზე, ასევე გიგი უგულავას საქმეზე გაუქმდა, ძალადაკარგულად გამოცხადდა, ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა, გიგი უგულავა გამოვა, ანუ ციხიდან კი ბატონო და ანალოგიურად კაბელების საქმეზე. ეს კავშირი არის სწორედ ასე ვთქვათ ამ ორ სარჩელს შორის. ეხლა თქვენ შეკითხვას რაც შეეხება, რომ დაუბრუნდეთ, რა თქმა უნდა, ხელისუფლებას როგორც ასეთი, ისტორიულადაც ესე არის, ყოველთვის ასე ვთქვათ აქვს რაღაც თუ მას თავისთავად ეს შემბოჭავი მექანიზმები არ ექნა, თავისთავად არის იქ ყოველთვის რაღაც გადაცდომების შესაძლებლობა მედიასთან, სასამართლოს და სხვასთან დაკავშირებით, მაგრამ საქმეც ეს არის, რომ სწორედ ეს შემბოჭავი ინსტრუმენტები და პირველ რიგში ეს არის ალბათ სახელმწიფო ნება ამ შემთხვევაში. ჩვენ ძალიან კარგად ვხედავთ რა განსხვავება არის 2012 წლამდე სიტუაციასა და 2012 წლის სიტუაციის შემდეგ. ანუ ის რომ ჩვენმა პოლიტიკურმა ძალამ სმენებზე შანტაჟზე და ასე შემდეგ, ამას ხალხი ძალიან კარგად ხედავს. ის რომ ჩვენს ქვეყანაში ადამიანები თავისუფლად არსებობდნენ, მათ თავისუფლად შეუძლიათ განვითარება, ამასაც ძალიან კარგად ხედავს ხალხი, ის რომ არავინ არ აწამებს ადამიანებს ციხეში და სხვა უბედურებები არ ხდება, რაც ვიცოდით, რაც ხდებოდა საზოგადოებამ ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს. ეს ყველაფერი არ არის სახეზე, მათ შორის სასამართლოსთან დაკავშირებით, მათ შორის მედიასთან დაკავშირებით. თქვენ თავად ჟურნალისტი ბრძანდებით და თვითონაც ხედავთ ალბათ ძალიან დიდ განსხვავებას, მაშინ როდესაც ჩვენ ხედავდით იმედში როგორ შეიჭრა ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლება, როგორ დაარბია იმედი და რა სიტუაციაც ჰქონდა, დღესდღეობით ესეთი სიტუაცია არ არის და მედიაც თავისუფალი არის. ჟურნალისტების მხრიდან მე მახსოვს არაერთი განცხადება, როდესაც სხვა მეთოდებით ჟურნალისტები თავად ამბობდნენ, რომ ისინი არასასურველი იყვნენ ვიღაცეებისთვის და ტელევიზიებიდან მოხდა მათი გაშვება სწორედ პოლიტიკური ნიშნით. თქვენც გახსოვთ ასეთი განცხადებები ალბათ. კი ბატონო, იყო რამდენიმე ასეთი განცხადება, თუმცა მე ვთვლი, რომ ეს შემთხვევები, როდესაც ვთქვათ რაღაც სიტუაციას ჰქონდა ადგილი, რაღაც უთანხმოებას ჰქონდა ჟურნალისტებს, ალბათ ჟურნალისტებსა და არხის მმართველობას შორის, ესეც ძალიან ნორმალური პროცესი არის და რატომ გადაგვყავს ეს ყველაფერი პოლიტიკურ ჭრილში. იმიტომ რომ აქ პოლიტიკური ჭრილი იყო სწორედ დასახელებული ჟურნალისტების. არა, ნებისმიერ დასავლურ დემოკრატიაში ეს სიტუაციაც თავისუფალია, კერძოდ ის, რომ არხის მმართველობასა და ჟურნალისტ შორის ურთიერთობაში სახელმწიფო არ უნდა ჩაერიოს და თუ კი ბატონო, თქვენ არ გედავებით უბრალოდ შეგახსენეთ, რომ ჟურნალისტები ამბობდნენ, რომ ხელისუფლების დაინტერესება იყო, რომ მათ იმ არხებზე არ ემუშავათ. ეს არის რადიკალურად განსხვავებული სიტუაცია, ჯერ ერთიც ეს არის საგამონაკლისო სიტუაცია და მეორე თუ რამე კანონდარღვევა მოხდა, რა თქმა უნდა ამისთვის არსებობს შესაბამისი უწყებები, რომელთაც შესაბამისი ადეკვატური რეაგირება უნდა მოახდინოს. კი ბატონო, ანუ თქვენ ამბობთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ ხელისუფლებას არ აქვს დღეს პოლიტიკური დაინტერესება, არც საერთო სასამართლოების მიმართ, იმიტომ რომ ეს ალბათ საზოგადოება ხედავს იმას, რომ ეს ქვეყანაში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე არის ის თავისუფლების ის ხარისხი, რომელსაც ქართულმა საზოგადოებამ ჩვენთან ერთად მიაღწია,
ეს ძალიან დასაფასებელი არის და ძალიან მნიშვნელოვანი არის და ამ შემთხვევაში ხელისუფლებას არ აქვს არანაირი ინტერესი რომ აკონტროლოს მედია, აკონტროლოს სასამართლო და ამას ძალიან კარგად ხედავთ. ჩვენ უბრალოდ ვცდილობთ საკონსტიტუციო ჩარჩოებში მოვაქციოთ სიტუაცია და არა ბოლტად გამოვიყენოთ. უბრალოდ განცხადებების დონეზე რომ არ გამოგვივიდეს ხომ საუბარი. შეგიძლიათ კონკრეტული არგუმენტები უთხრათ მაყურებელსაც, თქვენს ოპონენტსაც, მეც, რომელიც დაადასტურებს, რომ ხელისუფლება აკონტროლებს საერთო სასამართლოებს, საკონსტიტუციო სასამართლოზე გავლენის მოპოვებას ცდილობს, მედიას და ასე შემდეგ. ძალიან მარტივად მე არ შემიძლია არ გამოვეხმაურო, ანუ არა მხოლოდ საერთო სასამართლოებზე უნდა ვისაუბროთ ჩვენ, აქ უნდა ვისაუბროთ ჟურნალისტების თემა ახსენა, ხო? და უნდა გავიხსენოთ ქალტონი ეკა მიშველაძის განცხადება. მათ შორის მასზე უკანონო მიყურადებაზე, შანტაჟზე შემდგომი რომელიც მასზე ხორციელდებოდა. საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტზე. გავიხსენოთ ქალტონი ინგა გრიგოლიას განცხადება. გავიხსენოთ ქალტონი ნინო შუბლაძის განცხადება. გავიხსენოთ კამერები, რომელიც იყო დამონტაჟებული რუსთავიორის დირექტორის და საინფორმაციო უფროსების კაბინეტებში. გავიხსენოთ პირდაპირ შანტაჟი ბატონი მეჭიაურის და ბატონი თოფაძის, როდესაც ემუქრებოდნენ ყოფილ მინისტრებს მათ ხელისუფლებაში, სხვადასხვა ვიდეოების გამოქვეყნებით. პირდაპირ ეთერში შანტაჟს ეწეოდა ის ხალხი, რომელიც ეხლა ქართულ ოცნებაში არ არიან, მაგრამ 4 წლის განმავლობაში თავარი სახეები იყვნენ ქართული ოცნების. რა შანტაჟი დამთავრდა? ჩემთვის ეს გაუგებარია აბსოლუტურად, იმიტომ რომ ეს ახალ სიმაღლეებზე აიყვანა ქართულმა ოცნებამ, რომ იქ სადაც პრობლემები ქონდა, ჩვენ გაუარესება მივიღეთ. საერთო სასამართლოებში ზეწოლას რაც შეეხება, ყველაზე კარიკატურული სახე ამის არის ურთმელიძე. ურთმელიძე, რომელმაც დაწერა პირდაპირ, რომ რუსთავიორის სარედაქციო პოლიტიკა არ უნდა იყოს ასეთი და უნდა იყოს სხვანაირი. და შემდგომ ეს გადაწყვეტილება მოიწონა მინისტრმა წულუკიანმა, იუსტიციის საბჭოს წევრმა გოცირიძემ, ქალბატონმა ბესელიამ და ნოვატორული გადაწყვეტილება უწოდეს ამას. მეტი ილუსტრაცია ამის არ არსებობს. მე შემიძლია გავაგრძელო, მოვიყვანო უამრავი საქმე, რომელიც პოლიტიკურად მოტივირებული საქმეებია, რომელზეც დასკვნები დადო ინტერპოლმა, სტრასბურგის სასამართლომ, უამრავმა საერთაშორისო ორგანიზაციამ. ეს თქვენ საწერია რომ პოლიტიკურად მოტივირებული საქმე, პოლიტიკურად მოტივირებული საქმე. ხალხს ინტერპოლის გადაწყვეტილებაში. გუშინ წინ შარშან გუშინწი გამოგვიყიდა მე ვარ პასუხისმგებელი ამ სიტყვებზე და თქვენ ბრალიდამდე ციცურაში თქვენ წაკითხული არ გაქვთ ალბათ ინტერპოლის ეს გადაწყვეტილება. იქ წერია რომ სააკაშვილის ძებნილად გამოცხადება ეწინააღმდეგება ინტერპოლის კონსტიტუციას. თქვენ ავლენთ არაკომპეტენტურობას. ახლა ღრმა არაკომპეტენტურობას, ვინაიდან ეს წერია ინტერპოლის გადაწყვეტილებაში. გირჩევთ წაიკითხოთ ეს გადაწყვეტილება. რაც შეეხება შემდგომ რომ გავაგრძელოთ ჩვენ ეს თემა, რაც ცოტა და ქალბატონს თავარი დასტური არის აღიარებითი ჩვენება ბატონმა ბიძინამ მოხსა, როდესაც მურუსიძის გადაბირება როგორ მოახერხა, როგორ ჩაატარა ეს ოპერაცია. თვითონ თქვა, ამაზე მე ვეღარ დავწლომანდები და სასამართლოში მოსამართლეები ტურავას ხელმძღვანელობით როდესაც ითხოვენ რომ პროკურატურას გადავცეთ ჩვენ მწვანეშუხის ანთების უფლება, აქ თავად მოსამართლეებმა დაადასტურეს უკვე თუ ვინ ახორციელებს მათზე. გასაგებია, გმადლობთ, რეპლიკა მხოლოდ, იმიტომ რომ უნდა დავასრულოთ ჩვენი გაცემა და გამოიწვიოთ. აუცილებლად ვიტყვი რომ არანაირად არ დავეთანხმები და ეს არის პირდაპირ სიცრუე, არ ვიცი შეგნებული ან შეუგნებელი, არ ვიცი, ყოველ შემთხვევაში არც ერთი ინსტანცია არ ამბობს რომ ჩვენს ქვეყანაში არსებობს პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები და ზოგადად პოლიტიკური, ასე რომ ვთქვათ, პატიმრები. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი პედრო აგრამენტი გიგი გულავას უწოდა პოლიტპატიმარი ნადეჟდა საჩუქრთან. საზოგადოება მიცის ახლა გიგი გულავა რა პოლიტიკური პატიმარი არის. რას მეუბნებით ახლა. მაგრამ ჩვენ გვახსოვს ქართული ოცნების პოზიციაც ამასთან დაკავშირებით. ხო, საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციებია ამასთან დაკავშირებით. კი ბატონო, ასევე არის სტრასბურგის გადაწყვეტილება, რომელიც ასევე კამათის საგანი გახდა, ვთქვათ, მერაბიშვილთან დაკავშირებით, ხომ? თქვენ ამბობთ რომ ის პოლიტპატიმარია, მაგრამ ქართული ოცნებისთვის ინტერპოლის შემთხვევაში ეს წერია. სააკაშვილის გადაწყვეტილებაში, რადგან ციცრუეში დამანანაშაულა. ამ შემთხვევაში იმ გადაწყვეტილებას რომელიც არ იცნობს, წაკითხული რომ ქონდეს ალბათ ასე არ იყო. მე Facebook გვერდზე აგიტვირთავთ დღეს ამ გადაწყვეტილებიდან მოძრაობისგან სიცრუე ჩვენთვის ყույლი, ანუ სიცრუე ჩვენთვის ახალი არის ეს უამრავი განახევრებული ტარიფები. ძალიან დიდი ბოდიში. მე ვიტყოდი უბრალოდ იმას შემაჯამებელი, ასე ვთქვათ, დასკვნის მიმართულებით უბრალოდ შემაჯამებლად ვიტყოდი იმას, რომ მთელი პროცესები მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენს ქვეყანაში ნაციონალური მოძრაობა ცდილობს სიტუაციის ხელოვნურად არევას და ერთ-ერთი ინსტრუმენტი ამისი არის უბრალოდ ცდილობდნენ, რომ ყოფილიყო საკონსტიტუციო სასამართლო, რომელიც არ გამოუვიდათ და რა თქმა უნდა არც გამოუვათ, იმიტომ რომ ჩვენი ქვეყანა ერთხელ და სამუდამოდ დემოკრატიულ რელსებზე დადგა და ჩვენ გავაგრძელებთ ამ სოფო კილაძე, ქართული ოცნება, ოთარ კახიძე, ნაციონალური მოძრაობა. დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის.